26 მაისია მე მოგიწოდებთ რადიკალიზაციისკენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გედევან ფოფხაძე საზოგადოებას ქუჩაში გასვლისკენ, სახელმწიფო შენობების პიკეტირებისა და რადიკალური მოქმედებებისკენ მოუწოდებს. უშვებს მსხვერპლის შესაძლებლობასაც. ამას სჭირდება მოთმინებას, თავგანწირვას, სხეულებს თუ საჭირო იქნება. მე პირადად მომხრევა რადიკალიზაციის. უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, უნდა მოხდეს ხელისუფლების პარალიზება. თუ ვატყობთ 26 მაისს ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება მსხვერპლი გამოიღოს და ამ მსხვერპლის გეშინია, მიგვაჩნია რომ ეს მსხვერპლი არ ღირს აი ამ ეტაპზე მე მიმეჩნია რომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ძალის გამოყენებაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე საპროტესტო მოქმედებების მთავარ სამიზნედ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. თუ ძალით ბიძინა ივანიშვილს არ გავიტანთ, არაფერი არ გამოვეგ უნდა გვესმოდეს. ძალას უნდა დაუპირისპიროთ ძალა. ყველა რომ მიხვდება რომ ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ რაღაცა პერფორმანსით არ წავა და ჩვენ ამ ადამიანებთან მოგვიწევს ფიზიკურად ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა, აი მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი დადგება. ხაბეიშვილის განცხადებას მისი თანაგუნდელები თავდაცვის მოტივით ხსნიან და აცხადებენ, რომ საუბარია აქციის მონაწილეების დაცვაზე. გედი ფოფხაძის განცხადებას კი ემიჯრებიან და ამტკიცებენ, რომ რადიკალური მოწოდებები მათი პარტიის ხედვასთან შეუსაბამოა. ძალადობრივი პროცესების მხარდაჭერას უარყოფენ სხვა ოპოზიციონერებიც. ჩვენ ვართ აქ ყველანი ძალიან მშვიდობის მომყარი, არავინ არ აპირებს არაფრის ჩასვლას, პირიქით ნუ დაგოსმებიან თავს და ნუ ხარებას რაზმი არ მოუშვენ ჩვენსკენ. არა და არა, არანაირი რადიკალიზაციის მომხრე ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ და არც დღეს ვიქნებით. მე არ მივესალმები იმ განცხადებას, რომელიც მის მიერ იქნა გაკეთებული. იმიტომ რომ ზოგადად ამ ქვეყანას ეს არაერთგზის სამწუხაროდ გავლენია, განსაკუთრებით 90-იან წლებში და არასდროს ეს ქვეყანა ამ რელსებზე არ უნდა დაბრუნდეს. 26 მაისს, როგორც ვიცი, პარლამენტი არ მუშაობს და რა უნდა დავაპიკეტირო 26 მაისს. ოპოზიციის გეგმები რომ კრახისთვისაა განწირული ამის შესახებ მართულ გუნდში საუბრობენ. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტების მიზანი დესტაბილიზაციის მოწყობაა და სახელმწიფოს ჩამოშლა, რაც არ გამოუვათ. მათ გეგმებს არ უწერია განხორციელება, ამის ელემენტარული რესურსი არ აქვს მათ. ხედავთ სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია, ხო, დღეს ყოველდღურად გამოდის დაახლოებით 150 ადამიანი რუსთაველის გამზირზე და ისინი აჩვენებენ ყოველდღურად საზოგადოებას თუ როგორია ოპოზიციის დღევანდელი სრულიად უსუსური სახე. გედევან ფოფხაძე ჩერჩეტია ჩაულებრივი ხა რა თქმა უნდა ცელობა პროვოკაციების კიდევ ერთხელ მიმეორებ ექნებათ რადიკალიზმი ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში. მიზანი აქვს ერთი რომ მაქსიმალურად შევიდნენ დაპირისპირებაში და დადგან სურათი და იმ თავიანთი სისხლიანი რეჟიმის ესე ვთქვათ საპირწონე კადრები დაანახონ თავიანთ პატრონებს და საზოგადოებას, რაც უბრალოდ ჯერ ჩვენ მორალში არ ჯდება ქართული ოცნების და ეს ვერ ქნეს და ვერ მოახერხეს ვერცერთმა პატრონებმა მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობებისა ბოლო წლებში და ბოლო თვეებში და ვერც ახლა ვერ მოახერხებენ. ეს არის ერთგვარი წამოწდენები და მათ შორის შემზადების მცდელობები, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მსხვერპლი, რომელსაც გამოიყენებენ შემდეგ, ისევე როგორც გამოიყენეს ეს უკრაინაში 2014 წელს რევოლუციური სცენარის მოსაწყობად. მართველი გუნდი პირობასდებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გასული წლების მსგავსად საზეიმო ვითარებაში ჩაივლის. 26 მაისს დაგეგმილია ახალწეულების ფიცის დადების ცერემონია, რის შემდეგაც სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.